კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენს მუშაობას და ახლა სამშაბათის ტრადიციული რუბრიკის დროც დადგა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, ძალიან ბევრ ახალ ამბავს გავიგებთ. თემა შეეხება კონცენტრაციას, როგორც მე გადაცემის დასაწყისში გითხარით და ჯერ პირველ რიგში გავიგებთ ზოგადად რა არის ბაზარზე კონცენტრაცია და შემდგომში უკვე კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონტროლი როგორია კონკურენციის სააგენტოს მხრიდან. აი ამ თემებს გავშლით დღეს დეტალურად, მათ შორის სტატისტიკურ ინფორმაციასაც მიმოვიხილავთ, ჩვენ სტუმართან ერთად მარიამ ბერულავა შემოგვიერთდა და კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. მარიამ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და მოდით დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში ავხსნათ თუ რა არის კონცენტრაცია და შემდგომში რა მნიშვნელობა აქვს სააგენტოს მხრიდან კონცენტრაციების კონტროლს. მოგესალმებით, მადლობა შეკითხვისათვის, საკითხით დაინტერესებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმების არსებობა, რათა საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლოთ. პირველ რიგში დავიწყოთ, როგორც თავად ახსენეთ, კონცენტრაციები რას ნიშნავს. კონკურენციის შესახებ კანონი სამ ფორმას განასხვავებს კონცენტრაციებისა. პირველი ეს არის კონტროლის მოპოვება ეკონომიკურ აგენტზე, რაც სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს, თუმცა ჩვენს პრაქტიკაში ისევე როგორც ზოგადად, ყველაზე ხშირია ეკონომიკური აგენტის ან კომპანიების წილის ან აქციების შეწენა. ასევე კონცენტრაციის ფორმას წარმოადგენს შერწყმა, რა შემთხვევაშიც ორი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის გაერთიანება ან მიერთება ხდება დიახ, რის შემდეგაც უკვე ერთიანი სუბიექტი წარმოიშვება და ასევე მესამე ფორმა გვაქვს ერთიანი საწარმოს შექმნა. რაც შეეხება იმის მნიშვნელობას თუ რა სააგენტოს მხრიდან კონტროლი რატომ ხორციელდება და რამდენად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს შეიძლება ერთგვარ პრევენციულ მექანიზმადაც მივიჩნიოთ იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნას ბაზარზე კონკურენტული და სამართლიანი გარემო და ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის ჯგუფის მხრიდან არ მოხდეს ჭარბი ძალაუფლების მოპოვება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ მათი მხრიდან დომინანტური მდგომარეობა იქნას მოპოვებული ან მისი გაძლიერება მოხდეს. შესაბამისად, სააგენტო მუდმივ რეჟიმში სწავლობს ამ კონცენტრაციების ეფექტს, რის შემთხვევაში შედეგადაც უკვე გასცემს თანხმობას, ან უკვე შეიძლება უარიც კი იქნას ნათქვამი ამ კონცენტრაციაზე, თუ კი რაღაც პრობლემურ საკითხებს დაინახავს. თუმცა აქ მესამე შემთხვევაც შეიძლება გქონდეს, თუ კი აი ესეთი პრობლემური საკითხები გამოვლინდება, ვაცნობებს ეკონომიკურ აგენტს და თუ კი იგი შემოგთავაზებს ისეთ პირობით ვალდებულებების აღებას, რომელიც შეიძლება აბალანსებდეს ამ უარყოფით გავლენებს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ამ ვალდებულებების შესრულების პირობით სააგენტომ შეიძლება მაინც გასცეს თანხმობა. ანუ მთავარი ის არის, რომ ბაზარზე კონკურენტულ გარემოს არ შეექმნას საფრთხე შემდგომში. კი ბატონო, და როდის წარმოიშვება უშუალოდ აი სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება ესეც რა ვისაუბროთ? დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი კონცენტრაციის განხორციელება იმაგათად ნებისმიერი წილის შეძენა არ წარმოშვებს სააგენტოსთან შეთანხმების ვალდებულებას. ნორმატიულ დონეზე დარეგულირებულია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი და პირველ რიგში ამგვარი ვალდებულების წარმოშვება დაკავშირებულია ერთობლივ შემოსავლებთან. კერძოდ, მონაწილე პირებიდან, კონცენტრაციაში მონაწილე პირებიდან მინიმუმ 2-ის თითოეული წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი უნდა იყოს მინიმუმ 5 მილიონი ლარი. და ამასთანავე ერთობლივად მინიმუმ 20 მილიონი ლარი უნდა იყოს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ევალებათ მათ, რომ სააგენტოსთან წინასწარ შეათანხმონ ამგვარი კონცენტრაციის განხორციელება. კი ბატონო, აქ მეორე ამბავი შეიძლება იყოს და მის რაღაც საპირისპირო რომ გავიაროთ. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ თუნდაც ახლა თქვენ საუბრობდით კონკურენციის სააგენტოზე, რომ მათთან შეთანხმება, შეტყობინება, ახლაც რა დროს უნდა მიიღოს მოკლედ კომპანიამ გადაწყვეტილება შეტყობინება განახორციელოს, ამაზე საუბრეთ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ წავიდა ყველაფერი და იმ შემთხვევაში თუ კი სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა კონცენტრაცია. აი რა შესაძლო შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ დროს? დიახ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქცია, თუ კი ამგვარ ვალდებულებას თავს აარიდებს მხარე, ან თუნდაც გაუფრთხილებლობით შეიძლება მოხდეს ესეთი შემთხვევებიც გვაქვთ, რომ ინფორმაცია არ აქვს მხარეს ამგვარი ვალდებულების არსებობაზე და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სანქცია გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა გარდა იმისა, რომ ეს სანქცია ითვალისწინებს მოქმედებს იმ შემთხვევებისათვის, როცა უბრალოდ შეტყობინება არ წარმოადგინა მხარემ, ეს შეიძლება ასევე მოექცეს ისეთი შემთხვევები, როდესაც
როდესაც არ დაელოდა უბრალოდ სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას, ან პირობითად სააგენტომ უარი უთხრა, მაგრამ მან მაინც განახორციელა დიახ და ამგვარი სანქცია პრინციპი მისი დაკისრების არის ფაქტობრივად იგივე რაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ან კარტელებისთვის იქნებოდა, მაქსიმალური ზღვარი გვაქვს 5% წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლისა, თუმცა კონცენტრაციის შემთხვევებში არ ვაკისრებთ ამგვარ მაქსიმალურ ოდენობებს და შედარებით ნაკლებია სანქციების ოდენობა, ხოლო თუ კი ფიზიკურ პირს ჰქონდა ვალდებულება რომ წარმოედგინა შეტყობინება, მას უკვე 10,000 ლარი ეკისრება, ესე პირდაპირ განსაზღვრავს კანონი. და აი მექანიზმებიც საინტერესოა, თქვათ ამ გვერდისავლის გამოსავლენად, როგორც ვთქვი, ყოველკვარტალური მონიტორინგის მექანიზმები გაქვთ, რას გულისხმობს ეს მექანიზმები და როგორ ხდება ასე ვთქვათ კონტროლი ისე. აუცილებლად სააგენტო მუდმივ რეჟიმში ყოველკვარტალურად დაახორციელებს მონიტორინგს იმისათვის, რომ ამგვარი შემთხვევები გამოვლინდეს და მათზე რეაგირება მოხდეს, ეს გულისხმობს, რომ წელიწადში 4-ჯერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავებითა და მათი ანალიზით ხდება ანალიზი თუ კი ასეთი ტრანზაქციებიდან რომელიმე შესაძლოა დაქვემდებარებული იყო შეტყობინებას, ვინაიდან მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ტრანზაქცია ხდება, მხოლოდ წელი შეწენა ძალიან ბევრია ათასობით და აი მათ შორის შესაძლებელია თუ არა რომ რომელიმე დაქვემდებარებოდა წინასწარ შეტყობინებას და ამგვარი არ მოხდა, ამას ყოველკვარტალურად ამოწმებს სააგენტო და შემდეგ უშუალოდ იწყებს უკვე წარმოებას. თუ კი დადასტურდა ამგვარი შემთხვევა, რა თქმა უნდა, რაზეც ვისაუბრეთ, ამგვარი სანქცია ეკისრება პირს და ასევე ეკისრება ვალდებულება, რომ სააგენტოში წარმოადგინოს შეტყობინება, რათა ის მთავარი მიზანი რაც არის, რომ სააგენტომ შეაფასოს ეფექტი ამ კონცენტრაციის, ეს სააგენტომ შეძლოს. კი ბატონო, სხვათა შორის კონკურენციის და მოხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს თავის ანგარიშებში, წლიურ ანგარიშებში, კვარტალურ ანგარიშებშიც გარკვეული ყურადღებები აქვს სწორედ კონცენტრაციის ფაქტებზე გამახვილებული და ამ ხრივ ალბათ საინტერესო იქნებოდა სტატისტიკაზეც და მიმდინარე წლის ტენდენციებზეც ვისაუბროთ. აქ რამდენად მაღალი აქტიობა ამ კონცენტრაციების თვალსაზრისით, ერთი სტატისტიკა და შემდგომში სექტორებზეც რომ გავშალოთ ძირითადად რომელ სექტორებში ვხვდებით ეს დიდ კონცენტრაციებს. კი ბატონო. მოგეხსენებათ მზარდია ამ მიმართულებით სააგენტოს სტატისტიკა ძალიან ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა სააგენტოს მიერ განხილული კონცენტრაციების რაოდენობა. წელსაც ასევე საკმაოდ ბევრი უკვე აი ამ 5 თვის ანგარიშით ფაქტობრივად უკვე 9 კონცენტრაციაზე აქვს გაცემული სააგენტოს თანხმობა და ერთი წარმოება მიმდინარეა. რაც შეეხება სექტორებს, შარშანდალთან შედარებით წელს უფრო დივერსიფიცირებულია და ბევრი სხვადასხვა სექტორი განიხილა სააგენტომ. შარშან ძირითადად რამდენიმე სექტორი იყო დატვირთული, თუმცა წელს ასევე როგორც შარშან აქტიური იყო FMCG ბაზარი და ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ბაზარი, თუმცა ასევე შევეხეთ ბევრი სხვადასხვა ბაზარს, როგორც ამშენებლობის სექტორი, ასევე ამწემოწყობილობების რეალიზაციის ბაზარი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორი და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასაც და ბევრი სხვადასხვა სექტორში შევეხეთ. დიახ, ფაქტობრივად 9 კონცენტრაცია სხვადასხვა სექტორში განხორციელდა და ასე რომ ბევრი სხვადასხვა სექტორის შეფასება მოუწია სააგენტომ. ზოგიერთი მათგანი იყო, რა თქმა უნდა, უმრავლესობა უბრალოდ იყო დაბალკონცენტრირებული და შესაბამისად მარტივად გაიცა თანხმობა, დიახ, რაც თუ იყო ისეთი, რომელზეც არ გაიცა ან შეყუნდა. წელს ასეთი შემთხვევა არ ქონია, შარშან მქონდა, როდესაც პირობითი ვალდებულების აიღო მხარემ და ამის მხოლოდ ამ პირობით გავაცით თანხმობა, რაც პირველად მოხდა სააგენტო შემთხვევაში, ვინაიდან ქართული ბაზრიდან და ეკონომიკიდან გამომდინარე ძირითადად თანხმობა გაიცემა. თუმცა წელს ასეთი შემთხვევა არ ქონია, იმიტომ რომ მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც იყო მაღალკონცენტრირებული ბაზარი, თუმცა ეს მხარის მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო განპირობებული და შესაბამისად სააგენტომ კვლავ თანხმობა გასცა. კი ბატონო და მარიამ, ერთსაც კითხავთ ბოლოსკენ, თქვენ ახსენეთ 9 კონცენტრაცია, თუ გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს გვერდის ავლის პრეცედენტზე რო საუბრობთ, ესეთები თუ იყო მიმდინარე წელს? დიახ, სამწუხაროდ მქონდა ესეთი შემთხვევებიც. მიუხედავად იმ დადებითი დინამიკისა, რაც გულისხმობს, რომ თავად ეკონომიკური აგენტების მხრიდან წარმოდგენილი შეტყობინებების რაოდენობა მზარდია, სამწუხაროდ ასევე ბოლო წლებში კვლავ საკმაოდ ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც გვერდის ავლით განხორციელდა შეტყობინება, გვერდის ავლით განხორციელდა უბრალოდ კონცენტრაცია, დიახ და ახლაც აი ფაქტობრივად ერთი მიმდინარე გვაქვს ასეთი შემთხვევა შესწავლა და აი და აქ რაზე საუბრობენ ხოლმე ეს განზრახ თუ ეს ინფორმაციული
აი სამწუხაროდ ძირითადი მიზეზი ის არის დიახ, რომ ინფორმირებულები არ არიან ამის თაობაზე და ნუ ამ ეთერის საშუალებით მე მგონი ძალიან კარგად ავხსენეთ ეს ყველა. ძალიან კარგია რომ ესეთი პლატფორმების საშუალება გვეძლევა და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზეც საუბარი. მარიამ ბერულავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. კონცენტრაციებზე, მის ნაირსახეობებზე საუბრობდით დღეს და მოკლედ შემდეგ სამშაბათამდე ვემშვიდობებით აღნიშნულ რუბრიკას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მარიამ გადაცემაში სტუმრობისთვის.